მოგესალმებით. მოცემული გვაქვს ცხრილი, სადაც მოცემულია თანამშრომლები და თანამშრომლები ქალაქების მიხედვით. გვინდა დავუნომროთ ეს თანამშრომლები მიყოლებით, არა ქალაქების მიხედვით, არამედ მიყოლებით 1, 2, 3, 4 და ასე შემდეგ. პირდაპირ ასე დავუნომროთ, საწვალებელია ჯერ ერთი ქალაქის დავუნომროთ, შემდეგ მეორე ქალაქის 4-დან გავაგრძელოთ, ცოტა საწვალებელი არის. ამიტომ მე გასწავლით მარტივ ხერხს, როგორ დავუნომროთ ჩვენი თანამშრომლები თან ისე, რომ თუ რომელიმე თანამშრომლს წავშლით, ან ჩავამატებთ, გადანომრვა აღარ დაგჭირდეთ. მოვნიშნოთ ეს სერიალი ჩვენი დასანომრი უჯრები ყველა და ჩავწეროთ შემდეგი ფორმულა. ტოლობა subtotal გამოვიძახოთ. subtotal ფორმულა, სადაც უნდა ავირჩიოთ პირველ რიგში მესამე, ანუ count A ფორმულა 3-ას დავწერ და შემდეგ ვნიშნავ B2, ანუ B3 უჯრას დავდგები, სადაც პირველი თანამშრომელი არის. დავდექი აქ, გავყინავ ამ უჯრას F4 ღილაკით და 2 წერტილი და ისევ B3 უჯრაზე დავდგები. დავხურავ ჩხირს და Ctrl Enter-ს დავაწვევი და გადაინომრება ჩემი თანამშრომლები. ისე რომ რომელიმეს თუ წავშლი, აი აგერ მაგალითად წავშალთ ეს თანამშრომელი, თავიდან თავისით გადაინომრა მიყოლებით.